რა გამოვიწერე ამერიკიდან 150 ლარად. წვრილ-წვრილი ამანათებია, თუმცა ძალიან ბევრი. აბა რა არის შიგნით? кейსები. პირველი ფერადი დიზაინი აქვს და აბსტრაქციული. ძალიან მომწონს. შემდეგი ესეც кейსია, ახატია მედუზები. თან ვარდისფერის ლურჯის გადასვლები ძალიან მომწონს ეს ფერების გადასვლა. ძალიან საყვარლობა. კიდე უნდა იყოს кейსები. მთელი წლის სამყოფი გამოვწერე ყველა სეზონისთვის და ყველა თემატიკით. ვაიმე რამდენია? კიდევ არის 1 2 3 4 5 წელი. გავყვეთ სეზონების მიხედვით. ჰელოუინის თემატიკით. საშემოდგომო საჰელოუინე. თან გოგრები ახატია, თან ყავა, თან ფოთლები, თან ღამურები. შემოდგომას და ჰელოუინს რაც ახასიათებს. მხოლოდ საშემოდგომო ვარიანტი. ულამაზესი ფოთლები ახატია. ულამაზი ფერთა გადასვლა და მაგიტომაც შევარჩიე. ეს ნაწილი არ მომწონს. $1 ძალიან მისაღები არის, ამიტომ არ ვიწუწუნებ. შემდეგი თემატიკა არის გაზაფხული. ატმის ყვავილები ახატია. მეცა საყვარლობა. მაგრამ ამასაც ის ჭრელი აქვს, რაც არ მომწონს. ეს წარწერა არ მახსოვდა, მაგრამ თვითონ ყვავილები ძალიან ლამაზია. გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი მაკლია. ყველაზე მეტად ეს მომწონს. რა გვაქვს შემდეგი? ერთი პატარა რგოლებია. რისთვის უნდა იყოს ალბათ? თან ანათებს, იმიტომ რომ არის ფოსფორი. სადმე სიბნელეში უნდა შევაგდო, თორე არ ჩანს. მზეზე დავალაგებ, რომ კარგად დაიბუხოს. ან კიდევ არის ესეთი პატარა ორგანაიზერები. შემოდგომის თემატიკით არის ახატია გოგრები. დიდი, საშუალო და პატარა. საკმაოდ ტევადი. ნივთები რო ჩალაგდება, უფრო მეტად გაიბერება და გალამაზდება. ეს ესეთი არის, ესე ამოდის. რა საყვარელია, ჩანთასავით არის. ესეც პატარა. ჩანჩეკვარელია. პატარა ჩანთა. ისეთი წამლები, რასაც ყველა მოგზაურობაში ყველა ატარებს. თავის ტკივილის, კუჭის ტკივილის და მოწამვლის და ასე შემდეგ. შიგნით ესეთი დაყოფილი სათავსოები აქვს, აქედანაც შედის. ესეც არის ორგანაიზერი, პერიოდის პადების. ნებისმიერი ზომა და ფორმა ჩავა, ესე ლამაზად გამოყოფილი იქნება. ესეც ორგანაიზერია. ყველაფერი სამოგზაუროა. ჩემი ორგანაიზერები უკვე გაცვდა და ამიტომ განვაახლა. ეს არის წყალგამძლე. თავისი გადასაჭერი ხამრებიც აქვს. ამასეთში ასევე შედის ფეხსაცმლის ორგანაიზერი. არა მარტო მოგზაურობაში, არამედ აქაც სავარჯიშოდ რომ მივდივარ. ფეხსაცმელებს ვალაგებ ხოლმე, რომ ტანსაცმელი არ დამესვაროს. და ესეც ასევე ფეხსაცმლის ჩანთა. ეს პატარა ჩანთა, ეს ზომა ყველაზე მეტად მიყვარს. იგივე ზომის არის ასევე დახურული. იმას ბადე ჰქონდა წინ და ამას დახურული აქვს ყველაფერი. ესეც კიდევ ერთი. ასევე ბადით. ამაში კიდევ არის ქოლგა. რისთვის უნდა იყოს ეს ქოლგა, ხო? თავზე დასამაგრებელი არ არის. არც ყოფნის თავს. ეს ქოლგა არის სპეციალურად კამერისთვის. წვიმიან ამინდებში რომ კამერით უსაფრთხოდ გადაიღო. მაგისთვის არის კიდევ გვაქვს ჩანთა. ვიყენებ ხოლმე ზოგადად ფრენების დროს. არის ყველაზე ტევადი და ჩადის შიგნით ადამიანის ჩანთის ზომების სტანდარტის მიხედვით პრობლემას არ ქმნის. ზაფხულში მარტო ამითაც კი წავსულ ვარ სამოგზაუროდ და ზამთარში სხვათა შორის ძალიან ბევრი დამატებითი ჯიბი აქვს. ესეთი არა.